მოგესალმებით. ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე გახლავთ ფსიქოთერაპევტი მერაბ ბონიანი. დღეს აგიკითხავთ იგავს სახელად ფუნთუშა. სულ ქმარმა ერთად 30 წელი გაატარა. შეუღლების 30 წლის თავზე ქალმა ჩვეულებისამებრ ფუნთუშა გამოაცხო. ამას ის ყოველდღე აკეთებდა. ოჯახში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ. საუზმეზე ცოლმა ფუნთუშა შუაზე გაჭრა, ორივე ნაწილს კარაქი წაუსვა და როგორც ყოველთვის ქმარს ზედა ნაწილი გაუწოდა, მაგრამ უსებს წამით გაირინდა და ხელი ჰაერში გაუშეშდა. ქალმა თავისთვის გაიფიქრა, ჩვენი შეუღლების 30 წლის თავზე მე თვითონ მინდა ფუნთუშის დაბრაწული ნაწილის შეჭმა. მთელი 30 წელიწადი ამაზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს ამ ხნის მანძილზე ჩემი ქმრისთვის თითით საჩვენებელი მეუღლე და ამასთან ერთად ერთგული და მოსიყვარულე ვიყავი. საუკეთესო ვაჟიშვილები გაუზარდე, ოჯახის მეურნეობას უძღვებოდი და მთელი ძალღონე და ჯანმრთელობა მას შევალიე. ცოლმა მიიღო გადაწყვეტილება და ფუნთუშის ქვედა ნაწილი ქმარს გაუწოდა. მაგრამ 30 წლიანი ტრადიციის დარღვევის გამო ხელი უკანკალებდა. ქმარმა გამოართვა ფუნთუშის ნახევარი და უთხრა: რა ფასდაუდებლად დამასაჩუქრე დღეს, ჩემო საყვარელო, 30 წელი არ მღირსებია ფუნთუშის ქვედა ნაწილის შეჭმა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ სამართლიანად მიმაჩნდა, რომ ის შენ გეკუთვნოდა. როგორც ხედავთ, ძალიან საინტერესო იგავია. იგავი გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ უწევს ქალი ანგარის მამაკაცს მთელი 30 წლის მანძილზე ის უარს ამბობს სიხარულზე, რომელიც მან შეიძლება რომ მიიღოს აი ამ ელემენტარული თავისი სურვილის ასრულების შედეგად, მაგრამ უპირატესობას მის მეუღლეს ანიჭებს და მას აწვდის ფუნთუშის იმ ნაწილს, რომელიც ის მიაჩნია საუკეთესოდ, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ სწორედ 30 წლის თავზე არ ყვევს, რომ ეს სულაც არ იყო საუკეთესო არჩევანი მისი მეუღლისთვის და ის მორიდებით და მოგზალებით გამოხატავდა თავის პოზიციას თავის ცოლის წინაშე და რეალურად ვერასოდეს ვერ იკმაყოფილებდა თავის სურვილს. ასე რომ იგავში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ურთიერთპატივისცემის ძალიან დიდი სურვილი, რაღაცა დიდი შინაგანი კულტურა, თავშეკავების და მორიდების, მაგრამ 30 წელი დაჭირდა იმას, რომ გაერკვიათ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება განაცხადი გაგზის იმაზე, რაც მას მოსწონს და ეს სულაც არ გულისხმობს, რომ ის მეორეს ვერ ითვალისწინებს ან პატივს არ სცემს. ალბათ უფრო მეტი სითამამე იყო საჭირო იმისაც, რომ ყველას ის არჩევანი გაეკეთებინა, რაც მათი იყო, მათთვის ბუნებრივი იყო. ეს ხომ ასე მარტივი რამ გაახლავთ და შეიძლება ასე უკან გადაწიოს ადამიანმა თავისი ინტერესები, თავისი სურვილები, მაშინ როცა ყველა შესაძლებლობაა გამოხატოს თავის სურვილები და ეს არ იქცეს მეუღლეთა შორის დაპირისპირების ან სიამოვნებების მიზეზი. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები ამ იგავთან დაკავშირებითაც და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ და გაზიაროთ ჩვენი